მოგესალმებით ვიდეო ლესონზე, მე ვარ მიშო და წარმოგიდგენთ ტოპ 5 თამაშს ზუსტი კომპიუტერებისთვის ნაწილი მესამე. დავიწყოთ ჩვენი ტოპი. პირველი თამაში ჩვენს ტოპში მოხვდა, რა თქმა უნდა, ლეგენდარული GTA San Andreas. ეს თამაში არის ძალიან კარგი და პოპულარული სიუჟეტური თამაში, რომელსაც აქვს სხვა პოპულარული ნაწილებიც, რომელიც იყო GTA 3 და GTA Vice City. უცხო ქვეყანაში წასული კარლ ჯონსონი, ანუ იგივე CJ, ბრუნდება თავის ქალაქში, რომ შური იძიოს დედის მკვლელებზე. თუმცა როცა ჩამოდის თავის ქალაქში, ხედავს, რომ მის ქალაქში არეულია სიტუაცია, მისმა ბანდამ დააკარგა რეპუტაცია და ასე შემდეგ. ამიტომაც CJ-ს უწევს ამ ყველაფრის თავიდან მოპოვება. ამ თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის ოპერატიული 1 გიგაბაიტი, ხოლო ვიდეოკარტა 256 მეგაბაიტი. აბსოლუტურად ყველა Windows-ზე მიდის უპრობლემოდ. შემდეგი თამაში ჩვენს ტოპში მოხვდა Elder Scrolls-ი მეოთხე, Oblivion-ი. ძალიან კარგი როლური თამაში, სადაც რაინდების ისტორია, რომლებიც იბრძვიან ბოროტი ძალებისა და დრაკონების ან რაიმე მხეცების წინააღმდეგ, გრძელდება საკმაოდ კარგი და სიუჟეტური სიტუაციით. ასევე ამ თამაშს აქვს ძალიან კარგი გრაფიკა, თავისი დროისთვის და თავის შესაფერის მონაცემებისთვის. ამ თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის ოპერატიული 512, ხოლო ვიდეოკარტა 128 მეგაბაიტი. მიდის აბსოლუტურად ყველა Windows-ზე. შემდეგი თამაში ჩვენს ტოპში მოხვდა Terrorist Takedown მესამე ნაწილი. მესამე ნაწილი იმიტომ ჩავთე, რომ არის საკმაოდ კარგი გრაფიკის, აბსოლუტურად ყველა ვერსია მიდის სუსტ კომპიუტერებზე, რომელიცაა პირველი, მეორე და კიდევ რამოდენიმე ცალკეული მისიები, მაგრამ მესამე ნაწილი მომეწონა, იმიტომ რომ სხვა თამაშებისგან განსხვავებით აქვს ძალიან კარგი და დახვეწილი გრაფიკა. რადგანაც ეს თამაში გამოვიდა 2011 წელს. Terrorist Takedown-ი ძალიან კარგი გრაფიკის მქონე თამაში, სადაც რამოდენიმე რაზმისგან დაყოფილი ჯგუფებს უწევთ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა და მათი განადგურება. თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის ოპერატიული 512, ხოლო ვიდეოკარტა 256 მეგაბაიტი. მიდის აბსოლუტურად ყველა Windows-ზე. შემდეგი თამაში ჩვენს ტოპში მოხვდა Left 4 Dead. ზომბი აპოკალიფსის შემდეგ 4 სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანი ერთიანდება და იბრძვის გადარჩენისათვის. ეს ადამიანები აქამდე არ იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა სიცოცხლის წყურვილმა ისინი გააერთიანა და აქცია ერთ ჯგუფად. ამ თამაშის პლუსი არის ის, რომ ეს არის ონლაინ თამაშიც და ასევე ითამაშება ოფლაინშიც. თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის 512 ვიდეოკარტა, ხოლო ოპერატიული 1 გიგაბაიტი. მიდის Windows XP-ზე 7-ზე. სამწუხაროდ Vista-ზე ცოტა პრობლემატური საკითხია ამ თამაშის წასვლა. ანუ გახსნა. ხოლო ბოლო თამაში დღეისათვის ეს არის Team Fortress-ი, მეორე ნაწილი. მეორე ნაწილი თავში იმიტომ რომ გაცილებით ახალია და უკეთესი გრაფიკა აქვს, პლუს ამას დამატებულია რამოდენიმე პერსონაჟი. ეს არის ყველასათვის კარგად ცნობილი, ძალიან სახალხო ონლაინ შუთერი, რომლის ძირითადი მოთხოვნილება არის ოპერატიული 512, ხოლო ვიდეოკარტა 128 მეგაბაიტი. მიდის აბსოლუტურად ყველა Windows-ზე. ეს არის ძალიან კარგი სახალხო თამაში მეგობრებთან ერთად თუ გსურთ გართობა. პლუს ამას ეს არის ძალიან პატარა მონაცემებისთვის და უნიკალური გასართობი, რადგანაც არის ძალიან კარგი გრაფიკა დამუშავებული და სიუჟეტურად განთავსებული პერსონაჟები. ყველას აქვს თავის ფუნქცია და თავის მოვალეობა. სულ ეს იყო დღეისათვის. მადლობა ყურადღებისათვის. იმედია მოგეწონა ჩვენს მიერ შედგენილი ტოპ 5 თამაში. მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვან და კარგ თამაშებს შემოგთავაზებთ. მადლობა ყურადღებისთვის. თუ რაიმე შეკითხვა გაგიშთათ, დაწერეთ კომენტარებში ან მომწერეთ Skype-ში. მიშო 1027